მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველო მძიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ვითარებაში აღმოჩნდა. რუსულმა რეჟიმმა ყველაზე დიდი ზიანი განათლების სისტემას მიაყენა. ქართული ენა განიდევნა სკოლებიდან და წირვა-ლოცვა ეკლესიებშიც კი რუსულად სრულდებოდა. სამოციანელთა ბრწყინვალე თაობის მიერ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ განათლების პრობლემების მოგვარება და ქართული ენის გადარჩენა გახდა. მათ მიზნად ეროვნული ცნობიერების აღორძინება დაისახეს, რაშიც დიდი მნიშვნელობა სწორედ განათლებას ენიჭებოდა. სახელოსნო და სასპეციალო სატექნიკო სკოლები აუცილებელი საჭიროებაა და ცხოველმყოფელი სახსარია ჩვენი წარსულის საქმის ხელახლად გამობრუნებისათვის და ჩვენი ზღონე მილეულ ქვეყნის გაღონიერებისათვის. დროა ამაზე ვიფიქროთ და ამ საქმეს ჩავკიდოთ ხელი და ვინიცის იქნება თითოეულა გროში, რომელსაც ცალკე კაცნი, სოფლები თუ ქალაქები და ჩვენი საზოგადო დაწესებულებანი იმეტებენ, ცოტა თუ ბევრად ამ საქმეს მივაწოდოთ და მოვიხმაროთ. აშკარაა ამ უკანასკნელს ნაკლს წამალი რომ უნდა და აი ჩვენი გულმოდგინების საგანი და საზრუნავი ამ ნაკლის შევსება უნდა იქმნას. თითქოს ილია ჭავჭავაძის ეს მოწოდება დაედო საფუძვლად მისი გიმნაზიელი მეგობრის ილია წინამძღვრიშვილის განზრახვას, რომელიც მან 1891 წელს დროებაში გამოაქვეყნა. მე-19 საუკუნის საქართველოსათვის დამახასიათებელია პრაქტიკული პატრიოტიზმი და ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პირი გახლავთ ილია წინამძღვრიშვილი. ადამიანი, რომელმაც 1891 წელს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში პირველს დაეარსებინა სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს თითქოს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მაშინ ეს იყო მართლაც რომ უნიკალური ფაქტი, რადგან ასეთი სასწავლებელი არათუ საქართველოში, ამიერკავკასიაშიც კი არ მოიპოვებოდა და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ილია წინამძღვრიშვილი ამას აკეთებდა ყველაფერს საკუთარი სახსრებით. თუ რამდენად სერიოზული იყო ეს ჩანაფიქრი, ცხადია თუნდაც იქიდან, რომ ამ საქმის წამომწყებთა შორის იყო იაკობ გოგებაშვილი და ნიკო ცხვედაძე. უფრო მეტიც იაკობ გოგებაშვილი უშუალოდ ღებულობდა მონაწილეობას სკოლის წესდების შექმნაში, სკოლის პროგრამის შექმნაში. თავად ილია წინამძღვრიშვილიც ამ საკითხს ეკიდებოდა ძალიან სერიოზულად. ეს ჩანს თუნდაც იქიდან, რომ საარქივო მასალებიდან ცხადია, რომ რამდენჯერმე მის ბინაზე გაიმართა შეხვედრა, სადაც მსჯელობდნენ სასკოლო პროგრამის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სკოლის მიმართულება. და აქ ჩემის აზრით არის ერთი ყველაზე საყურადღებო ფაქტი და ეს ფაქტი ძალიან კარგად ჩანს დროებაში იაკობ გოგებაშვილის მიერ გამოქვეყნებული ერთი წერილიდან, სადაც გოგებაშვილი ამბობს ასეთ რამეს, რომ ბავშვის ზოგადი გონება გახსნილობა არის საწყისი ყოველგვარი სპეციალური განათლებისაო. ანუ ეს ადამიანები კარგად აცნობიერებდნენ, რომ სპეციალური განათლების მიღებას წინ აუცილებლად უნდა წაწყოლოდა ზოგადი განათლება, რაც მაშინდელ საქართველოში იყო სერიოზული პრობლემა. 12 პედაგოგი მოიწვია ილია წინამძღვრიშვილმა თავის ბინაზე, მათთან ერთად იმსჯელა. თითქმის ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ გაჩნდა ერთი ბრჭყალებში თავსატეხი, ეს იყო ქართული ენა. მაშინ საქართველო იყო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, სწავლა ძირითადად მიმდინარეობდა რუსულ ენაზე, ხოლო ამ საქმის წამომწყებს სურდათ, რომ ეროვნული ენა, ეროვნულ ფესვებზე დაფუძნებული სწავლა განათლება მიეღოთ წინამძღვრიშვილის სკოლაში. ალბათ ეს საქმე წარმატებით ვერ დასრულდებოდა, რომ არა სტაროსელს კი გამორჩეული მოღვაწე, რომელსაც თამამად ვიტყვი, რომ ძალიან უყვარდა საქართველო, ის იყო ილია ჭავჭავაძის ნათესავი, დაეხმარა ილია წინამძღვრიშვილს და იაკობ გოგებაშვილს წესდების სათანადოდ შექმნაში და მან მეფისნაცვლის კარზე შეიძლება ითქვას კბილებით გაიტანა ეს საკითხი და 1893 წელს უკვე არსებობდა სათანადო ნებართვა სკოლის ჩამოსაყალიბებლად. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ილია წინამძღვრიშვილის მიერ დაარსებულმა სასოფლო-სამეურნეო სკოლამ საერთოდ საქართველოში დაუდო საფუძველი სპეციალური განათლების დიდ ინდუსტრიას. 1893 წლის 4 სექტემბერს წინამძღვრიანთ კარში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა პირველი სასოფლო-სამეურნეო სკოლა. ხალხმრავალ მიტინგზე პირველი ილია წინამძღვრიშვილი გამოვიდა, რომელმაც მიმართვა შემდეგი სიტყვებით დაასრულა. მოგმართავთ რა თქვენ, ჩემს ამხანაგებს და ახლად გახსნილ სკოლის პირველ მოწვრებს. უნდა გითხრათ, რომ თქვენ, როგორც მეცნიერების წარმომადგენელთ, შეგხვდებათ სასიამოვნო, მაგრამ ძნელი დანიშნულება.
თქვენ პირველად უნდა გააბნიოთ საგურამოს ხეობაში თესლი განათლებისა. უნდა ებრძოლოთ ხალხის ცრუ მორწმუნეობას. უნდა აღუძრათ თანაგრძნობა სახალხო განათლებისადმი და ცხადად დაჩვენოთ ის სარგებლობა, რაც გამოცდილებას და მეცნიერებას ადამიანისთვის მოუტანია. თქვენზეა დამოკიდებული სკოლის მოწაფეთა ბედი და თვითონ სკოლის მომავალი. სკოლის გახსნაზე თავისი ისტორიული გამოსვლა ილია ჭავჭავაძემ შემდეგი სიტყვებით დაასრულა. ცოდნა ბევრნაირია, ხოლო აქედამ ჩვენი შვილები, თქვენი შვილები გამოიტანენ იმისთანა ცოდნას, რომელიც დედამიწის გულში ჩაგვახედებს, მიგვაგნებინებს სად რა სიმდიდრეს ზევს და რა რიგის ხერხით, რა რიგის ოსტატობით შეიძლება იმ სიმდიდრეს ხელი დავაწვდინოთ, ამოვიღოთ და მოვიხმაროთ ქვეყნისა და ჩვენის თავის სადღეგრძელოდ. ილიას სიტყვა წინამძღვრიშვილის ან წინამძღვრიანთ კარის სკოლის გახსნაზე ქართული მჭერმეტყველების საუკეთესო მაგალითად იქცა. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ არის. ძალიან კარგად ჩანს ილიას დამოკიდებულება წინამძღვრიშვილის პერსონისადმი, სადაც ის ამბობს, რომ ჩვენში გამოჩნდა გულმტკივნეული კაცი, რომელმაც გვითხრა გზას მე გაჩვენებთ, ოღონდ თქვენ ხალისი გამოიჩინეთო. და ილია ამ სკოლას უწოდებს ქართული ეროვნული საწყისების აკვანს. პროგრამა, რომელიც იაკობ გოგებაშვილისა და ნიკო ცხედაძის მიერ იყო შედგენილი, ეფუძნებოდა პრაქტიკულ განათლებასაც. ბავშვები თეორიული განათლების გარდა გადიოდნენ 3 წლიან, ზოგჯერ 2 წლიან კურს პრაქტიკული მეცადინეობისა და ეს იყო იმდროინდელი საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო დარგები, მაგალითისათვის, როგორიც არის მეხილეობა, მეტყევეობა, ფერმაში მუშაობა და ასე შემდეგ. ამას წინ უძღოდა ქართული ენის ზედმიწევნით სწავლა და მესამე კლასიდან უკვე შემოდიოდა რუსული ენის სწავლაც. ერთი წლის თავზე ილია წინამძღვრიშვილმა ფაქტიურად შეიძლება ითქვას ანგარიში ჩააბარა საზოგადოებას და თავისი ერთწლიანი ნამუშევრის შეფასება იაკობ გოგებაშვილს სთხოვა. იაკობმაც არ დაიზარა, რა თქმა უნდა, ის წავიდა სკოლაში. დეტალურად შეისწავლა ამ სკოლის მუშაობის შედეგები და გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც დაწერა, რომ წინამძღვრიშვილის მუშაობამ და წინამძღვრიშვილის სკოლამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა სასიკეთო შედეგის თვალსაზრისით. სკოლამ, რომელსაც თავიდანვე სასოფლო-სამეურნეო პროფილი ჰქონდა, 1899 წელს პირველი თაობის კურსდამთავრებულები გამოუშვა, რასაც დიდი სიხარული გამოუწვევია ქართულ საზოგადოებაში. სკოლის მიღწევებმა და მის მიერ გამოშვებულმა კადრებმა საზოგადოება ალაპარაკა, ხოლო ილია წინამძღვრიშვილი თითით საჩვენებელი და სამაგალითო პიროვნება შეიქმნა. 1899 წელს ილია წინამძღვრიშვილის მიერ დაარსებულმა სკოლამ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქართული ეროვნული მასშტაბები გადალახა და თამამად ვიტყვი, რომ საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა. სკოლის დამაარსებელი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ საერთაშორისო გამოცდილება გაეზიარებინა და სწორედ ამ მიზნით 1899 წელს ის გაემგზავრა ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც შეხვდა ნიკიტინის საბაღოსნო სკოლის მესვეურებს. ეს სკოლა მაშინდელი იმპერიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წამყვანი გახდათ. ამდენად ილია წინამძღვრიშვილმა მაშინდელ საქართველოში მოახერხა პირველმა ჩამოეტანა საგანმანათლებლო გამოცდილება. წინამძღვრიშვილი გარდა იმისა, რომ იყო ამ სკოლის დამაარსებელი და ამ სკოლის დაარსებით საქართველოში საგანმანათლებლო პროცესის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი, ამასთანავე ის იყო ძალიან დიდი ქველმოქმედი. ამ ქველმოქმედების რამდენიმე და გამორჩეული მაგალითები არსებობს. ის რომ ქართულ საზოგადოებას ყავს ისეთი მოღვაწე, როგორც არის მიხეილ მამულაშვილი, ეს სწორედ ილია წინამძღვრიშვილის დამსახურებაა. სხვათა შორის მამულაშვილი სიცოცხლის ბოლომდე ამ დიდ მოღვაწეს ყოველთვის დიდი მადლიერებით მოიხსენიებდა. იგივე ილია წინამძღვრიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მიხეილ ჯავახიშვილს თავისი თვალსაწიერი გაეფართოებინა. ამდენად ილია წინამძღვრიშვილი არის ადამიანი, რომელიც ქველმოქმედებით ცდილობდა ქვეყნის ახალგაზრდების მხარდაჭერას. ილია წინამძღვრიშვილის სკოლის მართვაში ნაკლებად ერეოდა. საქართველოში ბატონყმობის გაუქმების შემდეგ წლების მანძილზე სხვადასხვა დროს ის მსახურობდა ხან მომრიგებელ შუამავლად, ხან მომრიგებელ მოსამართლედ, ცხოვრების უკანასკნელ წლებში კი ნოტარიუსად თბილისში. ამგვარი სამსახურის მიუხედავად ილიას ერთი წუთითაც არ გაუწყვეტია კავშირი არც თავის მეურნეობასთან სოფელში და არც სკოლასთან, რომელსაც ხშირად სტუმრობდა
და მზრუნველობას არ აგლებდა. ილია წინამძღვრიშვილი მთელი არსებით ეკუთვნოდა ამ სკოლას და შეიძლება ითქვას ყველაფერი რაც მას ჰქონდა როგორც სულიერად ასევე მატერიალურად მიუძღვნა სწორედ ამ სკოლას. მიუხედავად ასეთი დიდი საზოგადო ცხოვრებისა, ილია წინამძღვრიშვილს შეიძლება ითქვას ტრაგიკული პირადი ცხოვრება ჰქონდა. მას სამწუხაროდ არ ჰყავდა შვილი. დაქორწინებული იყო ოლღა არღუთაშვილზე, ქალბატონზე, რომელიც მას თავდავიწყებით უყვარდა და რომელიც ყველანაირად ცდილობდა მხარი დაეჭირა ილიას წამოწყებებისათვის. მაგრამ ილიასა და ოლღას თანაცხოვრება სამწუხაროდ დიდი ხანი ვერ გაგრძელდა. ოლღა უკურნებელი სენით დაავადდა, ილიამ იგი საფრანგეთში წაიყვანა, ბევრი ეცა და ბევრი უმკურნალა, თუმცა მეუღლე საფრანგეთშივე გარდაეცვალა. იგი საქართველოში ჩამოასვენა და დაკრძალა წინამძღვრიან კარში და მის საფლავზე დიდი გუმბათიანი ეკლესია ააშენა. საქართველოს გასაბჭოებას იშვიათი გამონაკლისის სახით საბედნიეროდ სკოლის დახურვა არ მოჰყოლია. პირიქით, 1924 წელს სკოლას დაემატა სპეციალური კლასი და სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი დაერქვა. 1928 წლიდან მას ეწოდა წინამძღვრიანთკარის ცენტრალური საცდელ-საჩვენებელი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი და აქედან მოყოლებული ტრადიციული დარგობრივი მიმართულებებით, მაგრამ სხვადასხვა სტატუსით განაგრძობდა ფუნქციონირებას. სანამ რამდენიმე წლიანი წვეთის შემდეგ 2014 წლის 17 ივნისს ხელახლა არ დაფუძნდა ამჟამად მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსით. თავად ილია წინამძღვრიშვილი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ადამიანმა, რომელმაც ქვეყანას დაუტოვა ყველაფერი, რისი დატოვებაც მას შეეძლო. დაიბარა ანდერძად, რომ დაეკრძალათ სკოლის ფერმის მიწების ზემოთ, რომ ჩემმა სულმა ჩემსავე ქმნილებაში იტრიალოსო. ამიტომ ილია წინამძღვრიშვილის თანა კაცებზე ამბობენ: მრავალნი არიან მოწოდებულნი და მცირედნი რჩეულნი.